გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ამერიკელ კანონმდებლებს თბილისი დეზინფორმაციაში და სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებაში ამხელს. 305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან კულტურული ღონისძიებები თელავში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი. კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულ საზღვარგარეთ ყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი. იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის 200,000 ამერიკული დოლარის გადახდაზე. ბრალდებულმა დავალება სისულეში ვერ მოიყვანა. ის სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-119 და 226 მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი. მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის. ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფება. სამართალდამცავი უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე დროულად წარდგენის მიზნით, რისთვისაც ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული მოქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის პრევენციული ზომების გატარებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პირდაპირ ეთერში უსმედით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უწყება საქმეზე შესაბამის ვიდეო მასალასაც ავრცელებს. Sonra ben geldim Gürcistan'a. Ne vakit geldin Gürcistan'a? Tahminen. 19'u. Aradan bir hafta zaten 15 gün zaten geçti. Bir hafta 15 gün zaten böyle. Mazen geldi ki böyle kabala Kimden zengin değil? Kimden zengin? Kabala gidersin. Niye? Adam öldürme. Kim? Ne için? Kim adam? Neydi? Neyi bir şey bakıyor? İşini bilmiyorum ama et şey var. Dükkanı var. Ay sağ ol. Uzun boy kişi de bilmiyorum. Bana dedi ki böyle istemiyorum. Başa düşürüm. Sonra? Mazen geliyor. Dün de zengin aldı. Bir gün de zengin almıştı. Ne vakit geldi Kabal'dan? Hardan? Değil. Ne tar oldu? Ne oldu? Marnol'daydım. Bir hafta bundan qabaq elə bir söhbət yarandı ki, sən gedəsən Qabala. Mən gəldim Qabala. Ne vakit geldi Kabal'dan? Dünən. Dünən gəldim. Sonra? Bir gün də zəng vurmuşdu. Bugün yok. Dünen ne vakit geldi? Sen bilirsen mi ki o adam harda işleyir, kim var? Yox, eləcə şəkilli, bir də obyektinin şəkilli. Sonra da heç nə. Qabalda gelirsən? Qabala gəldim. Dünən saat 4-də gəldim. Harda kalırsan? Şeydə, Galaxy oteli var ha. Hardadır o?
Kabalda. Pazarın orada. Altı spor market. Sonra? Gittim, kaldım 3 güne, 3 günlüğün pulunu verdim 240 var. Sonra orada gelirsen mi hiç? Yok. Hiç bakmışsın mı orada? Birden aşağı düştüm, sözüme sigaret aldım, yukarı çıktım. Все. Ben hiç istemiyordum o pistolet getirmeyi. Ne vakit dedi ki bugün sabah birisi ne vakit vurdu? Dedi hala dedi orada sanıyor da. Dedi bak istersen vurabilirsin. Ben de onu oyalayırdım, vurmak istemiyordum. Hiç istemem, başa çıktım. O sana ne eləyir ki, zor eləyir mi ki, niye dedi sana? Hiç ne, o maçı mən yeliyib, onun qarşılığı başa çıktım. Eləməsə da? Nədir? Eləməsə dedi, sən üçün pisdir. Seni ona göre gönderirdi, bunu ölməğa. Akşamdı ve vurmuş sen. Bugün de səhərdə vurmuş, ama bugün polis tutsuzdur. მართველი გუნდის შეფასებით ევროკავშირის ელჩის აღიარებამ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა, მორიგი მიზანმიმართული დეზინფორმაცია გამოაშკარავა. თითქმის 1 წელია, როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ ევროინტეგრაციის შეჩერებაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თუმცა ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი წერილი სწორედ იმის განმარტებით იწყება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ევროპის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების შესაბამისად ფაქტობრივად შეჩერებულია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს. ერთადერთი რაზე ჩვენ გულით წვდება, რომ რიგი ადამიანებისა არის ამ დეზინფორმაციის, ამ ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ ამ მსხვერპლშეწირვას თავის და საზიანოდ, მაგრამ საქართველოს პარალელურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას, თითქოს რომ მიზეზი იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, მეორე დღესვე ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, დღესვე ვარ მზად ნებისმიერ დროს ნებისმიერ საათზე, ნებისმიერ წუთზე, როგორც კი ევროკავშირი მზად იქნება ჩვენთან, ასე ვთქვათ, გახსნას მოლაპარაკება, ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ და დავიწყოთ მოლაპარაკება. ეს არის ფაქტი. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო ის, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და სიმართლე არის ის, რაც აი ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც იმისთვის რომ ზეგავლენა მოეხდინა ქართულ ხალხზე, მის ქართულ ამომრჩეველზე შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ ეს არის, როდესაც ჩვენ თავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, სამარცხვინო ტყუილი გამოაშკარავდა ბრიუსელის მხრიდან, ახლა მაინც გადაიკითხეთ 28 ნოემბერს რა თქვა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი, რომ ქართველი ხალხი არ გახდება მათხოვარი იმისა, რომ ოღონდ თქვენ ის შეჩერებული პროცესი განაახლეთ და ჩვენ ყველაფერს ვიზავთ, საფეხზე დავდგებით, ესკალაციაზე წავალთ, გავაუქმებთ სასამართლოს, დავიჭერთ ვისაც ჩვენ გვეტყვით რომ დავიჭიროთ და გავათავისუფლებთ იმას, ვისაც თქვენ გვეტყვით რომ გავათავისუფლებთ. ამის გამო არ ვიზავთო და იქ და თქვა ასევე რომ გავაგრძელებთ ამ პროცესს, ჩვენ ქვეყანას მოამზადებთ იმისთვის რომ როცა ბრიუსელში შეიცვლება ამინდი, როცა ბრიუსელში მოვლენ პატრიოტები, მაშინ იყოს საქართველოს მზა ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს წერილი იმ აბსურდულ მდგომარეობას, რომელიც არის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში, საქართველოს ხელისუფლებას დააბრალეს უკვე შეჩერებული ურთიერთობების შეჩერება და ამას დააბრალეს შემდგომ კიდე საქართველოში არსებული განვითარებული მოვლენები. ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ სად იღებს სათავეს დაძაბულობა, ასე ვთქვათ, და გაუგებრობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში, ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის ევროკავშირის პრეროგატივა და არა საქართველოს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე აბსურდულია საქართველოს დააბრალო შეჩერება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაშინ როდესაც ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამერიკელ კანონმდებლებს თბილისი დეზინფორმაციასა და სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებაში ამ ხელს 6 სენატორი და კონგრესმენი ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიმართავს, მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები. მიმართვის ავტორები წერილში აღნიშნავენ, რომ თითქოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში კი სუსის უფროსმა ინტერვიუში საგანმანათლებლო და სხვადასხვა მიზნობრიობით საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე ისაუბრა, რომლითაც აქციები ფინანსდება. დეზინფორმაცია ორმაგი სტანდარტი ის რომ ხელოვნურად არის შექმნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ერთგვარი ასე ვთქვათ ხაზი რომ დაამცირონ და დააკნონ ჩვენი ხელისუფლება ეს ნათლად ჩანს და ის ადამიანები ვინც ამ წერილში არის მოხსენებული ვინც ასე ვთქვათ ავტორი არის ამ წერილისა და წერენ მარკო რუბიოს ის ადამიანები გამოირჩევიან ხშირად საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და ასე ვთქვათ მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. და არაფერი განსხვავებული არ არის, იგივე ხაზი გრძელდება დღევანდელმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოავლინა მათი ქმედებები, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით. ეს არის პასუხი თავისთავად ამაზე მე მგონი ზედმეტი საუბარიც არ ძღირს. უბრალოდ იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს, იტყვის ვინმე უცხო დედაქალაქში და აქედან ცალფეხზე მდგომი მათი აქაური აქტივისტები უბრალოდ ავრცელებენ ბრმად. სინამდვილეში ყოველას გვახსოვს რა ისტორიაზეც იყო საუბარი, არავის არ უთქვამს საელჩოს ადგილობრივ თანამშრომლებთან დაკავშირებით, მათ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ ქონია სახელმწიფოს არანაირი, რაც შეეხება სხვადასხვა დიდი მოცულობის გადარიცხვებს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ხორციელდება საქართველოში. ახლა ბოდიშთ, მაგრამ USAID ჩვენ დავხურეთ თუ ახალმა ადმინისტრაციამ დახურა. და USAID-ის მიმართ ბრალდებები რა იყო? ბრალდებები იყო ის, რომ ისინი ცდილობენ სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის შეტანას და რომ ეს იყო იარაღი ხელისუფლების სრულებისა, ხალხს ზემოქმედებისა და ასე შემდეგ. ასე რომ ის რომ ჩვენ ეჭვის თვალით უყურებთ ნებისმიერ ასეთ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან თავად ის დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს. ნებისმიერი დონორის თანხის მოძრაობა ქართულ მოძრაობას ქართული ხალხი უყურებს ეჭვით. ამ წერილის მიზანი არის ერთადერთი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გამოსწორება არ მოხდეს. ამ მიზანს ემსახურებოდა მეგობარი აქტის დაინიცირება, ამ მიზანს ემსახურება ეს წერილიც, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს საფუძვლად ედოს მსგავსი დამოკიდებულება. საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული არაერთხელ და არაერთხელ გავიმეორეთ, რომ ჩვენ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, რომელიც შეჩერდა ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში და პირობებში და არანაირად არ მიგვაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება მეგობარი აქტის და მსგავსი დამოკიდებულება უნდა ედოს საფუძვლად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ვრცელი ინტერვიუ მისცა პრემიერ-მინისტრმა TRT World ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ასევე ქვეყანაში გადატრიალების მცდელობებზე, მათ შორის 4 ოქტომბერზე. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიო მიზანი, რაც ქართულმა ოცნებამ 2017 წელს კონსტიტუციაშიც ასახა, საუბარია სპეციალურ ნორმაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყანას შორის პრემიერ-მინისტრო საქართველო ყოველთვის ყველაზე პროდასავლურად ითვლებოდა. დღესაც ასეა თუ საქართველო სულ უფრო მეტად აღმოსავლეთისკენ იყურება. დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა არსებითად პროდასავლურად ვართ განწყობილნი, როგორც მთავრობა, ასევე ხალხი. თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს გადავხედავთ, სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ცოტათი შეარყია ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ძალიან მაღალია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს განწყობა შევინარჩუნოთ ქართულ საზოგადოებაში, შევინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა მოსამართლო ქმედებების მიუხედავად. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა
არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია. ჩვენ დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. ამიტომაც გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მხრივ. კიდევ ერთხელ, თუ ევროპული ბიუროკრატია შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები 2030 წლისთვის. ეს საკმაოდ რეალისტურია. პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე და დაკავშირებადობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობებზე. განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ბოლო პერიოდში მოხდა ამ შეთანხმების კიდევ უფრო გაძლიერება, ახალი პროდუქტების დამატება თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაში. ასევე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას, იქნება ეს განათლების სფეროში თანამშრომლობა, ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა, თუ კულტურის სფეროში თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ასევე, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას. ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკურ ჭრილში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის მშვიდობის სწრაფი ქვეყანა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში იყოს უსაფრთხოების გარემო უზრუნველყოფილი. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო და წინასწარი მტრული განზრახვებით განხორციელებული ქმედებები აშკარაა. საზოგადოებამ ხო კარგად იცის ის ადამიანები, ვინცაც ახლა პროკურატურის განცხადებაში წარმოდგენილი არიან. ჩვენ ყველა ხედავდით მათ განცხადებებს საბოტაჟის, ძალადობის, მობილიზაციის და ასე შემდეგ. მე მგონი ეს ახალი არ არის. დანარჩენი ახლა ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა ვართ, ინსტიტუციები ძალიან ძლიერი გვყავს და მივანდოთ იმ ინსტიტუციებს. საზოგადოებას ხო ვერ მოვატყუებთ ჩვენ, ხო ვიცით ჩვენ ეს ადამიანები რას წარმოადგენენ და რას მოუწოდებენ და ახალი ამ განცხადებაში პროკურატურის მე მგონი არაფერი არის. ყველაფერი რაზეც ჩვენ გუშინ ბრიფინგზე მოვისმენთ გენერალურ პროკურორის მხრიდან, ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხედავთ და არ ხედავდით, როგორ ადგენდნენ შავსიებს საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან. არ ხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში ამ პაპკებით თუ საქაღალდეებით იმისთვის, რომ და ამითი როგორ ტრაბახობდნენ თან, რომ უნდათ რომ რაღაც შავსიები მიაწოდონ უცხო ქვეყნებს იმისთვის რომ საქართველოს იყოს თავდასხმის ობიექტი. ეს ყველაფერი გამჭვირვალე პროცესი არის, ვინმეს რამე ეჭვი აქვს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ხო მიმართეს, რამდენჯერ მიმართეს. რუსთავიორზე მიმართეს, დამარცხდნენ. სააკაშვილზე მიმართეს, დამარცხდნენ. გვარამიაზე დამარცხდნენ, მელიაზე დამარცხდნენ. ყველაფერზე დამარცხდნენ. საერთოდ ისინი და მათი აქ მყოფი მხარდამჭერი ელჩები და უცხოელი დავალების მიმცემი ყველა დამარცხა. აქაც რამე პრეტენზია ექნებათ, არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, როცა იქნება მიმართონ სტრასბურგს და იქაცო დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში. მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აფასებს მართველი გუნდი. სააკაშვილი წერს, რომ ორი საქართველო არსებობს, ერთი ბოროტების და მეორე სიკეთის მხარეს, მის ამ მიდგომას სრულად იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში. გაუსწოროთ სიმართლეს თვალი, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო. პირველი ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ქვეყანა. მეორე საქართველო, ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები. ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზე ძალიან ღრმა შეუთავსებლობაა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასდროს დაუშვათ მათი აღზევება. აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება. ჩვენ განსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხრა-მოხრით. ხო ხედავთ, რომ ის არც იცვლება. შეხედეთ რა განცხადებებს, რა ტექსტებით საუბრობს, ისევ
იგივე, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებით, ხო? ერთადერთი რაც მას არ გააჩნია, ეს არის ძალაუფლება, თორე უფრო უარეს გააკეთებდა. პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთო ვერ გვექნება, პირდაპირ ანადგურებდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, ადამიანებს ანადგურებდნენ და ეს დამოკიდებულება არ შეცვლია. რაღაცა გაიაზრებინა, ანალიზი გაეკეთებინა და ბოდიში მაინც მოეყადა იმ ოჯახის წევრებისთვის, ვისი, ასე ვთქვათ, წევრებიც პირდაპირ ქუჩაში ჩაცხილეს, იმათ ხო შეიძლება ბოდიში მოუხადო. ფაშისტები არიან, პირდაპირ მნიშვნელობით. სინამდვილეში ჩვენლა გვახსოვდეს, როდესაც ბრიუსელიდან საუბრობდნენ პოლარიზაციაზე, გულისხმობდნენ არსებულ პოლარიზაციას, ანუ სინამდვილეში ეს იყო პოლარიზაციის დამკვიდრების სურვილი, რომელიც მოდიოდა ბრიუსელიდან. გაიხსენეთ რასა იუკნევიჩიანის გამონათქვამი, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს ზუსტად სააკაშვილი მის გამონათქვამებს, მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ ქართული ოცნება არის ვირუსი თუ ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რომელიც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას, რომ ის არის დამნაშავე. მათი პირადი აგენტების და დავალებების შემსრულებლების გარდა სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ. ჩვენ ხალხად არ გვთვლია. ისინი ხელისუფლებაში, რომ იმათ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ საიმე შეგვიქმნია სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგყრიან სულ ყველას. კომისარი კოსი რო გამოდის და საუბრობს ხალხის მოусმინეთო. თუ ქალბატონ კოს ქართული ხალხის ხმა აინტერესებს, შეუძლია რომ ყური კარგად დაუგდოს 4 ოქტომბრის შედეგებს და 26 შარშან 26 ოქტომბრის შედეგებს. და სინამდვილეში ძალიან კარგადაც ესმის ეს ხმა. უბრალოდ იყურუებს თავს, იმიტომ რომ ხალხად არ თulis ქალბატონი კომისარი კოსი იმ ადამიანებს, რომლებაც ქართულოცნებას ხარი დაუჭეს, ის ადამიანებად და ხალხად არ თulis. სააკაშვილმა თავის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბანდა, კრიმინალების ბანდა, რომელმაც ტირანია დაამყარა საქართველოში წლების განმავლობაში, დღემდე მოწყურებულია, რომ ისე მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ შორის გადატრიალების გზით და ისე დასაჯოს ქართველი ხალხი. ეს განცდა აქვს, ეს განწყობა აქვს. იმასაც და ატეიშვილებს, უგულავებს, ზონდერი ზოდელავა რო იყო, რომ მიადგა იმას ღობეს რო გლეჯდა. ღობე გლეჯიაშვილები ვინც არიან ესენი. ყველას ეს ამოცანა აქვს, ეს მიზანი და ამოცანა აქვს, რომ დასაჯონ ქართველი ხალხი, რომელმაც 2012 წელს ქართულ ოცნებასთან ერთად ეს ტირანია წარსულს ჩააბარა. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმი შემოიჭრა. დაარბიეს ტელეკომპანია, დალეწეს აპარატურა. თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს. მძიმედ დაშავდა არხის რამდენიმე თანამშრომელი. საბოლოოდ კი ტელეკომპანიის მაუწყებლობა გათიშეს. 7 ნოემბერი მოხდა იმიტომ, რომ იმედს ვერ დაუპირისპირდნენ სიტყვით. ანუ იმედის სიტყვას ვერ დაუპირისპირეს თავისი სიტყვა. და ის ხალხი, რომლებიც მაშინ იყვნენ ძალაუფლებაში და ეს მათთვის მიუღებელი იყო, რომ იმედს მაშინაც დიდი ყურებადობა ჰქონდა, ამას დაუპირისპირეს ძალა და ჩვენ ძალით გაგვაჩერეს და მას შემდეგაც იმედი გააჩერეს ძალით, გააჩერეს ყველა დამოუკიდებელი ტელევიზია. უამრავი ტყუილი მოიგონეს, ვითომ რატო გააჩერეს იმედი. ეხლა აკეთებენ იგივეს. ეხლა უბრალოდ მადლობა გმენ ძალაუფლებაში არ არიან, რაც ასევე ნიშნავს, რომ ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალაუფლებაში მოვიდეს იგივე ხალხი. რაც გააკეთებენ, ეს კიდევ ნანახი გვაქვს. როცა აჩერებს სიტყვას, რაღაც უბედურების გაკეთებას აპირებ. არ გინდა რომ ეს სიტყვა გარეთ იყოს. ზუსტად იგივე ხდება დღეს. თქვენ ნახევარზე მეტი საქართველოს მოსახლეობა გიყურებთ. ეს არ რო აგიჟებთ. თქვენ ვერ გიპირისპირდებიან სიტყვით და ისევ ძალა არ აქვს დღეს, რომ იარაღი მოვიდნენ და დაგადენ, რაც გააკეთეს 18 წლის წინ და ისევ და ისევ აგორებენ უამრავ ტყვილს, მედია თავისუფლების ხარისხით, თუ წარმოვიდგინოთ დიდი ნახეთჯერ მარტო რამდენი ტელევიზია არსებობს და 10 დღე ჭირდება ტელევიზია დაიწყო. იგივე ხალხი, რომლებმაც იმედი დახურეს იარაღით ხელში, ეხლა ცდილობენ რომ აი ამ ტყვილით და ამ სხვადასხვა რაღაცა მაქინაციებით ეგებ ისევ დაგხურონ. ეს არის რაც ხდება ჩვენ გარშემო. ამიტომ რაღაც ამბავში 7 ნოემბერი არ დამთავრებულა სამწუხაროდ 2012 წელს. 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. ეს ერთ და იგივე ძალა არის, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არ ეკეტებდა ბიზნესს, არ თმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, არაერთი ადამიანი პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით და ეს ფაქტები არის ყველა. არაფერი შესრულა იმ 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში. პირიქით
სინანულსაც კი გამოთქვამენ, რომ ეს ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს და არ ჩახოცეს ეს ოპოზიციას და ვინც კი მათ წინააღმდეგ იყო, რომ გაემაგრებინა ხელისუფლება. ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბერში დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შევარდნენ იმედში და დღესაც ქალბატონო იუკნევიჩიანი გუშინ რა თქვა, რომ იმედი უნდა გააქრონ, ხო? აი ეს არის, აი მათი დაკვეთა იყო, ეს აჩენს საერთოდ ჯამში, რომ მათი დაკვეთა იყო, რომ ნებისმიერი ოპონენტი, ვინც სააკაშვილს ყავდა, უნდა გაექროთ, გაეუქმებინათ, მოეცილებინათ და სადღაც რეზერვაციაში შეეყარათ. აი ეს იყო სინამდვილეში ის ევროპა, რომელსაც გვიშენებდა სააკაშვილის ხელით ზოგიერთი ევროპული პოლიტიკოსი. პროკურატურამ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტებზე 53 ადამიანს ბრალდება წარუდგინა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული გამოძიებით დადგინდა ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ჩართულ პირებთან ერთად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ ყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს ძალავდნენ თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კანონიერმა ქურდმა ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისათვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა ქურდულ საერთოში გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ქურდული გარჩევის გზით საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტებს 6000 ამერიკული დოლარი გადასცა. პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა პვპ-ს და ბუპრენორფინს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს ალფა პვპ-სა და ბუპრენორფინს. დაკავებულს ბრალდება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაბა ბახმაროში ასევე სხვა საკურორტო ზონებში სახელმწიფო საკუთრებაში მდებარე მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისების და მშენებლობის ფაქტებზე 2 ადამიანია დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენას და მათ შემდგომ აღკვეთას. შესაბამისად, უწყება მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ გაცრ სასჯელს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით
თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. 2025 წლის 6 ნოემბერს მოთხოვნის შესაბამისად 11,000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7,000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. 305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან პარალელურად დღეს თელავობაც არის. თელავში სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები იმართება. თელავში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს განსაკუთრებით კახელებს, თელაველებს მინდა მიულოცო დღევანდელი დღესასწაული ჩვენი სახელოვანი გმირი მეფის მეფე ერეკლეს 305 წლისთავის იუბილე. ყველა ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ხალხის ყველაზე საყვარელი მეფე, რომელსაც პატარა კახის უწოდებდნენ სიყვარულით, ჩვენი ქართველი ერი, ამ დიდი სახელოვანი მეფის დაბადების დღეა და მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ მისი ღვაწლი, მისი თავდადება, მისი გმირობა, მისი გონიერება, მართვა ქვეყნის არის გამორჩეული და არასდროს არ დაგვავიწყდება, ვიდრე იარსებებს ქართველი ერი და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის არსებობა ეს მარადიულია. ძალიან საქართველოს უპირველეს ყოვლისა კახელებს ულოცავ ამ დღეს ერეკლეობას. იმ მეფის ხსენებას, რომელსაც ხალხი მამას უწოდებდა, იმ მეფის ხსენებას, რომელიც მეფობდა არა მხოლოდ გვირგვინით, არამედ გულით. ერეკლე მეფის თავარი საფიქრალი ქვეყნის გადარჩენა და მისი გამთლიანება იყო. მან შეძლო ნაწილობრივ მაინც მაშინ ჩვენი სამშობლოს გაერთიანება და რაც თავარია, მან შეძლო მთავარი რამ, რომ მე-18 საუკუნის ყველაზე მთავარი ქართეხილები სწორედ მან გამოატარა ჩვენს ქვეყანას და შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც მაშინაც იმ გეოპოლიტიკური ძვრებით, რომელიც მაშინ ხდებოდა, რისკის ქვეშ იყო. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ დღესაც იგივე გამოწვევების წინაშე მდგომა ქვეყანა, ვიფიქროთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მოუხმოთ იმ სიბრძნეს, იმ გონიერებას, იმ სიმამაცეს, იმ გმირობას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა. საგნობრივი სტანდარტების რევიზიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები დაიწყო. პირველი სამდღიანი შეხვედრა, რომელიც კონკრეტული საგნობრივი სტანდარტების განხილვას მოიცავს, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტანდარტების დამტკიცების შემდეგ ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაიწყება. ამ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საბოლოო შეჯერების საფუძველზე ჩვენ უკვე ამ სტანდარტს დავამტკიცებთ და მთელ სასკოლო საზოგადოებას წარუდგენთ იმისთვის, რომ შემდგომში მასზე დაფუძნებით გაგრძელდეს სავარაუდოდ უკვე მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი. უაღრესად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთ ფორმატში შეხვედრა, ურთიერთგაზიარება ყველა დონეზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ პრაქტიკაში არიან და ვინც უშუალოდ მონაწილეობს სასწავლო პროცესში. ბათუმის მერმა რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაციის ფარგლებში გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში დასრულდა ქვაფენილის აყრა. ამ ეტაპზე ხორციელდება ბორდიურების დემონტაჟი, გრუნტის მოხსნისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგიბაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ნაწილობრივ აიყარა ქვაფენილი, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარის მოწყობა.
ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი სამუშაოები ვადაზე უფრო ადრე დასრულდება დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებში, ხოლო უკვე ახალი წლის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება გოგებაშვილის მიმართულებით, სადაც რუსთაველის ქუჩის მსგავსად სრულად მოხდება ამ ქუჩის რეაბილიტაცია. სპორტის მინისტრმა ახალგაზრდა ქართველ ძალოსნებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა. ალბანეთში გამართულ კონტინენტის ასაკობრივ პირველობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 12 ოქროს, 11 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს медаლი მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი ლევან ოჩიგავამ და გოგა ჯაჯვანმა აჩვენეს, რომელთაც სამივე დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავეს. მოვიპოვეთ 3 ოქროს медаლი და დავამყარეთ 3 ევროპის რეკორდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავითაც და ჩემი გუნდითაც და მაქსიმალურად ვშავდობთ ყოველ ჩემპიონატზე მომავალშიც. მოგეხსენებათ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ქართველ სპორტსმენებმა არნახული შედეგი აჩვენეს. ჩვენ საერთო ჯამში მოვიპოვეთ 30 медаლი, რომელიც ძალიან სასიხარულოა, რეკორდული მაჩვენებელი არის. გამარჯვება საერთოდ ჩვენმა ქართველ სპორტსმენებმა ახალი ევროპის რეკორდების დააფიქსირეს. ჩვენ შევხვდით ჩვენს სახელოვან ახალგაზრდებს ძალოსნებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე 30 медаლი დაიმსახურეს. მე მინდა მადლობა უთხრა ფედერაციას, მადლობა უთხრა სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ медаლების მოპოვებაში მონაწილეობა მიიღო. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე გეფშტობებით ნახვამდის.